და რეჟიმის კიდევ ერთი პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ყველას თანადგომისთვის მადლობას უხდის. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ასევე დიდი მადლობა მაყურებელს, შევხვდებით თეატრში, წერს მსახიობი. ახალი თეატრის მანიფესტის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძე პირველად მოინახულა ადვოკატმა, სწორედ თორნიკე მიგინეიშვილმა გამოაქვეყნა მსახიობის წერილი. ანდრო ჭიჭინაძის და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი არ ჩერდება, ბრძოლას პატიმრების გასათავისუფლებლად არ წყვეტენ ხელოვანებიც. ახალი თეატრის ინიციატივას, რომელიც თეატრის რეგიონებში გასვლას გულისხმობს, უერთდებიან სხვა თეატრის მსახიობებიც. დავით კობიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენთ, დავით. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, შევხვდებით თეატრში. ეს არის სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის მთავარი გზავნილი და პირველი წერილი მანიფესტის შემდეგ, რომელიც უპირველესად ეძღვნებოდა მას და ყველა პოლიტიკურ ტყვეს, რომელიც ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დააკავა. ანდრო ჭიჭინაძე მადლობას უხდის საკუთარ მაყურებელს, კოლეგებს მხარდაჭერისთვის და ბუნებრივია, რომ ის პიესა, რომელიც რეალობაში გადმოიტანა ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა, ანდრო ჭიჭინაძისთვისაც იყო ემოციური, რადგან ამ პიესაში პერსონაჟები სწორედ უსამართლობის და სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. ასეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასევე დიდი მადლობა მაყურებელს. შევხვდებით თეატრში. მანიფესტით, რომელიც ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა წარადგინა, ხელოვანები, თეატრალები მოვლიან მთელს საქართველოს, ჩავლენ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა პოლიტიკური რეჟიმის პატიმრის, ასევე თითოეული პროტესტში მონაწილე თითოეული მოქალაქის სათქმელს ეცდებიან, რომ ჩაიტანონ იმ მოქალაქეებამდე, რომლებსაც შესაძლოა საფუძვლიანი ინფორმაცია არ ჰქონდეთ ქვეყანაში შექმნილ მოვლენებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ადამიანები აღნიშნავენ იმას, რომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურად იმუშავა რეგიონებში სწორედ ოლიგარქის გუნდმა და გაავრცელა საკუთარი პროპაგანდა, ამიტომ თვლიან, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი მანიფესტი სწორედ რეგიონებში, პატარა ქალაქებში და რაიონებში ჩაიტანონ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის გარდა რეგიონებში ასევე სხვა თეატრის მსახიობებიც, რეჟისორებიც ჩავლენ. ვიცი, რომ რეგიონში გაცილებით რთული მდგომარეობაა, მე ამ ამსობაში იმდენი გავერკვიეთ ჩვენც იმდენი წინააღმდეგობა შექმნეს კანონიერიც, ანუ იქ ტრაილერი შეყვანა არ შეიძლება, ყველგან ფიცარნაგსაც კი ვერ დადებ, რომ წინააღმდეგობა ოფიციალურად არ გაგიწიონ და ამის კანონიერი, ასე ვთქვათ, უფლება აქვთ და გარდა იმისა, რომ ალბათ ვიღაცებსაც ალბათ დაგვახვედრებენ, მაგრამ იცით რა არის, უკვე იცით როგორი ხმა არის, აბა რა ვქნათ. გავაწლები, მოვა ეგ დროც, რაღაც მაინც შეიცვლება, რაც არ უნდა იყოს, იცვლება ყველაფერი. და მე იგივე ეს ჩინოვნიკები მე არაფრად იქცევიან და ხელოვნება ყოველთვის დარჩება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე უფრო ხმამაღლა აი ასე სცენა იქნება, ტელევიზია იქნება, თუ გარეთ ფიცარნაკი რეალურად მსახიობებმა იმაღლეს ხმა. ეს არის ძალიან დიდი სერიოზული ძალა და ამ ძალის ყოველთვის ეშინოდათ, გეტყვით, რომ ეს ჩემი ნათქვამი არ არის შექსპირის ნათქვამია, რომ გერჩივნოთ საფლავის ქვაზე წარწერა, ვიდრე მსახიობების ყბაში ჩავარდნაო და ასე რომ იცით რა, ყოველთვის საშიში იყო აი ესეთი ნათქვამი, ცოტა გვერდიდან, ცოტა ფიცარნაკიდან, ცოტა ხმამაღლა, გაბედულად და ეს დრო დადგა და უკვე რამდენი ხანია მსახიობები ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. წარმოუდგენელია დღეს ქვეყანაში, შენს ქვეყანაში ადამიანებს აწამებდნენ, ცემდნენ, სახიზულებს ულეწავდნენ, ადამიანი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა საპრობილეში ზის და ის შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა უნდა საუბრობდეს, იმიტომ რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სიცოცხლეს დღეს ემუქრება საფრთხე მაშინ, როდესაც არც ერთი დამნაშავე ამ ქვეყანაში არ არის დასჯილი. ამიტომ არის სრული ქაოსი და სრული უსამართლობა
რომელსაც ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ და პროტესტი მსახიობის ჩემი პირადად არის ეს, რომ ეხლა მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელო მუშაობა. ვფიქრობ, თითოეული ჩვენი ადამიანის რაღაცა მოვალეობა, შეიძლება მოვალეობა ესე პირდაპირ არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს მოვალეობა ძირითადად პოლიტიკოსებს ეკუთვნით, მაგრამ ნუ რადგან რაღაცა რეალობამ ესეთი ის მოიტანა, არსებულმა მდგომარეობამ უბრალოდ ესეთი რეალობა მოიტანა, ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ვალია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ განსხვავებული აზრის ადამიანებში დიალოგის მომხრე, რომ ნამდვილი ობიექტური რეალობა თუ ის თუ რა ხდება დღეს საქართველოში გაგებული იქნას, მიტანილი იქნას თითოეული მოქალაქის ყურამდე. თეატრალები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ გაიფიცნენ, თითქმის 2 თვეა და 2 თვეზე მეტია. ძალიან ბევრ თეატრში სპექტაკლები არის შეჩერებული, რადგან მსახიობები და რეჟისორები თვლიან, რომ მაშინ, როცა რეჟიმი სისტემურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არ არის სპექტაკლებში მონაწილეობის დრო, ამიტომ მოუწოდებენ მათ კოლეგებსაც, რომლებიც ჯერ არ არიან გაფიცულები, ასევე ყველა მოქალაქეს, რომ დადგნენ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან.